მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ მოკლე ვიდეოების ციკლს Mythic Battle-ის ირგვლივ და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ რამდენიმე თემაზე, კონკრეტულად რა ბარათები გვხვდება თამაში, როგორ მიმდინარეობს თამაშის სვლა და როგორ მიმდინარეობს ბრძოლა. Mythic Battle-ში შეგვხვდება სულ რამდენიმე ტიპის ბარათი, ეს არის აქტივაციის ბარათები, ყველა პერსონაჟს აქვს თავისი აქტივაციის ბარათი და მოცემულია ბარათებზე ვარსკვლავების სახით რამდენი აქტივაციის ბარათია სულ თქვენთვის სამეცნიერო. ამ შემთხვევაში ათენას 4 აქტივაციის ბარათი აქვს, ზეუსსაც 4 აქტივაციის ბარათი აქვს. თრუფების შემთხვევაში მოცემული არის აქ რომ 3 აქტივაციის ბარათი არსებობს და ასევე ეს არის მეორე ტიპის ბარათი. თრუფების ბარათები ანაცვლებს გმირების აი ამ დაშბორდებს. ანუ თრუფებს არ აქვს დაშბორდები და თრუფებს აქვს ბარათები, რომელზეც მოცემულია მათი სტატები. აქტივაციის ბარათები, თრუფების სტატის ბარათები და ძალიან მნიშვნელოვანი ბარათები, ეს არის AOE ბარათები. Ну, AOE-ს უძახით, ის რეალურად AOW ბარათები, Art of War ბარათები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თელს Mythic Battle-ში და ასევე გვხვდება Omphalos ბარათები, რომლებიც ჩათვალეთ ფუნქციონალურად იგივეა რაც AOW ბარათები, თუმცა დამატებითი ფუნქციონალი აქვს ის, რომ შეგიძლიათ თამაშიდან საერთოდ გადააგდოთ და ერთით მომატოთ ერთად თქვენს ღმერთს. სხვა მხრივ გამოიყენება ზუსტად იგივენაირად, როგორც AOW ბარათი და მისი აღება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ღმერთი შეიწოს ერთ Omphalos და შესაბამისად მაშინ გაჩნდება თქვენს დასტაშიც. AOW-ს აქვს რამდენიმე ფუნქციონალი თამაში და პრინციპში ეს არის ერთადერთი ბარათი, რომელსაც აქვს რაღაცა ფუნქციონალი ამ თამაში, იმიტომ რომ აქტივაციის ბარათები რეალურად არის საჭირო იმისთვის, რომ პერსონაჟი გააქტიუროს. სხვა მათ ფუნქცია მეტი არაფერი არ აქვს, ხოლო AOW-ს აქვს რამდენიმე ფუნქცია და გამოიყენება თამაშის სხვადასხვა ფაზაზე. მაშასე, გადავიდეთ სვლის მიმდინარეობაზე. მოთამაშეები ცვლიან ერთმანეთს, სვლიდან სვლაზე და მოთამაშე თავის სვლაზე გადის რამდენიმე ფაზას. პირველი ფაზა არის სვლის დაწყება. ამ დროს მოთამაშე თავის დასტიდან იღებს ერთ ბარათს. დასტა ფორმირდება იმ პერსონაჟებით, რომელიც ამ მოთამაშემ დადრაფტა თამაშის დაწყების წინ. დრაფტის მექანიზმი მარტივია, ჯერ ყველა მოთამაშე ირჩევს თითოეულ ღმერთს და შემდეგ ირჩევს ნებისმიერ სხვა იუნიტს. იმის მიხედვით რამდენი მოთამაშე თამაშობს, მოთამაშეებს აქვს სხვადასხვა ოდენობის RP, ანუ recruit point-ი და იმ ოდენობაში უნდა ჩაეტიოთ თქვენ. ყველა ღმერთი ღირს 6 recruit point-ი და შემდეგ იმის მიხედვით რომელი და როგორი არმია გინდა თქვენ რო ყავდეთ, მაგის მიხედვით არეკრუტებთ თქვენს არმიას. ანუ ამბობთ რომ მე ვიყავ ვთქვათ მინოტავრს, მინოტავრი ღირს 3, მეორე მოთამაშე იღებს ჰიდრას, ჰიდრა ღირს 4 და ასე შემდეგ. თანამ არ გავხარჯავთ თქვენ ჩვენს RP point-ებს და მერე ვიწყებთ ბრძოლას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თრუფ იუნიტები იწყებენ ბრძოლაზე თამაშს, დანარჩენები უნდა შემოვიყვანოთ, ამისთვის არის საჭირო ზუსტად deploy action-ი, რომელიც როგორც გახსოვთ არის complex action-ი. მაშასე პირველი ფაზა როგორც ვთქვით არის თქვენი დასტიდან ბარათის აღება, ყოველთვის თქვენს დაწყისში ერთ ბარათს იმატებთ. შეიძლება არსებობდეს თამაში რაღაც ეფექტები, რომლებიც გეუბნებათ, რომ თქვენი სვლის დაწყისში რაღაცა გააკეთეთო და ამას მაგდროს აკეთებთ ზუსტად. ამ პირველ ფაზაზე როცა ბარათი აიღეთ, თქვენ შეგიძლიათ დაპასოთ რეალურად, ანუ აღარ გააგრძელოთ სვლა და კიდე ერთი ბარათი აიღოთ. ამით თქვენი სვლა მორჩება და გადავა შემდეგ მოთამაშეს. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გადავდივართ მეორე ფაზაზე, რომელსაც ქვია გააქტიურებთ ერთი იუნიტი. ამისთვის ვთამაშობთ ჩვენი ხელიდან იუნიტის აქტივაციის ბარათს და ვაკეთებიებთ შესაბამის მოქმედებებს, რომელზეც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. ეს მოქმედებებია კიდე ერთხელ გავიხსენოთ. ან ორამდე simple action-ი, რომელიც არის გადაადგილდე დაარტყი ან დააკლეიმე Omphalo. ან ეს არის complex action-ი, რომელიც არის ირბინე, ანუ გადაადგილებას +1, შეიწოვა ღმერთმა და ანუ დააბზორბა Omphalo. ეს ამას მხოლოდ ღმერთი აკეთებს და როგორც გახსოვთ, 4 დააბზორბებული Omphalo შედეგად იგებ თამაშს. და deploy ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შემოყავთ ესათვის პერსონაჟი რუკაზე. ანუ ერთხელ ხდება გამბავი და მეჯერ deploy არ მოვიდა. თუმცა ესეც complex action-ი. ესე იგი, აქტივაციას ვაკეთებთ ერთ-ერთი პერსონაჟისას. იმისთვის რომ პერსონაჟი გავააქტიუროთ და რამე გავაკეთებიოთ, აუცილებლად ჭირდება
შესაბამისი აქტივაციის ბარათი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ზევსის 4 ბარათი თუ მე გამოვიყენე, სანამ ჩემი დასტა არ მოიწურება და გადაიჭიხება წასული ბარათები ახალ დასარიგებად დასტად, მანამ მე ზევს ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებია. ამის შემდეგ იწყება გააქტიურე კიდევ ერთი იუნიტის ფაზა. ეს არის არჩევითი და შეგიძლიათ გააქტიუროთ, შეგიძლიათ არ გააქტიუროთ. მაგრამ თუ გადაწყვეტოთ რომ გააქტიუროთ კიდევ ერთი იუნიტი, ჯერ უნდა გადაიხადოთ, გადააგდოთ, ითამაშოთ ასე ვთქვათ, ერთი AOE ბარათი. ანუ დამატებითი იუნიტის აქტივაცია ყოველთვის ღირს ერთი AOE ბარათი და შემდეგ ითამაშოთ იმ იუნიტის აქტივაციის ბარათი. ესე იგი, პირველი აქტივაცია არის უფასო, ანუ ასე ვთქვათ, დამატებით არაფერი არ გჭირდებათ, აქტივაციას თამაშობთ, მეორე აქტივაციისთვის გჭირდებათ AOW ბარათი თამაში და მეორე აქტივაციის ბარათი თამაში. დანარჩენი ხდება ყველაფერი ჩვეულებრივ, ანუ მეორე პერსონაჟსაც ააქტიურებთ, არ შეგიძლიათ ერთ და იგივე პერსონაჟი გააქტიუროთ ორჯერ, აუცილებლად უნდა იყოს სხვა პერსონაჟი. ამის შემდეგ იწყება თქვენისთვის დადასტურების ფაზა. ამ დროს გაქვთ დამატებითი ერთი არჩევანი. ეს არის recall-ი. ანუ თქვენი საჯარო დანაყოფების მოხმობა. საჯარო დანაყოფების მოხმობა ნიშნავს შემდეგს. საჯარო დანაყოფები არიან ერთადერთი იუნიტები ამ თამაში, რომელთა განადგურება სრულად არ ხდება. ანუ მონსტრები და გმირები თუ განადგურდებიან, ისინი ბორდს ვეღარ დაუბრუნდებიან, თუმცა თუ განადგურდებიან საჯარო დანაყოფები, მათი გამოხმობა ისევ შეგიძლიათ. Recollection-ი შეგიძლიათ, სადაც არ უნდა იყვნენ ეს ტრუფები, ნებისმიერი ადგილიდან მოიყვანოთ თქვენი ღმერთის ტერიტორიაზე. თუ რა თქმა უნდა, იმ ღმერთის ტერიტორიაზე არის ადგილი შესაბამისი. ამისთვის უნდა გადააგდოთ ისევ და ისევ ერთი AOW ბარათი. ეს არის recall action. ანუ თუ თქვენი ტრუფები განადგურებულები არიან და გასულებიან ბორდის მიღმა, შეგიძლიათ გადააგდოთ AOW ბარათი და მოიხოთ ისინი უკან. თუ ისინი არიან სადღაც ბორდის ერთ მხარეს და ასეც არ უნდა აკეთებდნენ, ისევ სრული შემადგენლობით მოიხოთ უკან, ერთი იყოს არჩენილი, მოკლედ სრული შემადგენლობით ბრუნდებიან ღმერთის ტერიტორიაზე. თუ რა თქმა უნდა, იქ ადგილი არის. თუ არ არის, მაშინ ვერ გააკეთებთ უბრალოდ recalls. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ტრუპს აქვს დაკლეიმებული ომფაო და თქვენ გააკეთებთ recalls, ეს ომფაო დავარდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრუპები იყვნენ recall-ამდე. ამით მთავრდება თქვენი სვლა და გადადის შემდეგ მოთამაშეების სვლა. კიდევ ერთხელ გავიოროთ. პირველი გასწრება სტანდარტულად ხოლმე იღებთ ბარათს, შემდეგ ააქტიურებთ ერთი იუნიტს, ამისთვის თამაშობთ აქტივაციის ბარათს, შემდეგ შეგიძლიათ გააქტიუროთ მეორე იუნიტი და ამისთვის თამაშობთ ჯერ AOW-ს და მეორე აქტივაციის ბარათს და შემდეგ შეგიძლიათ ითამაშოთ ერთი დამატებითი AOW და გააკეთოთ recall. ეგ არის სულ თქვენი სვლა. სვლაზე ვაკეთებთ ან simple actions, 0, 1, 2 simple action-ი თქვენი გასაწყვეტია, ან 1 complex actions. თუ არ გვინდა საერთოდ მოქმედების გაკეთება, პასავთ და ვიღებთ დამატებით კიდევ ერთ ბარათს. ეს არის სულ მოთამაშის სვლა. ახლა გავიაროთ როგორ მიმდინარეობს შეტევა პერსონაჟებს შორის. და მოდი დავასიმულიროთ როგორ უტევს ზევსი აქილევსს. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ აქილევსმა წინა სვლაზე, თავის სვლაზე გაუნადგურა ზევს კენტავრების საჯარო დანაყოფი და ახლა ზევს უნდა რომ შური იძიოს მასზე და შესაბამისად მოვიდა ზევსის მოთამაშის სვლა, აიღო მან ზევსის აქტივაციის ბარათი და ითამაშა და ფიქრობს რომ შეუტიოს აქილევსს. ამისთვის ის უნდა გადაადგილდეს, იმიტომ რომ რეინჯი 0 აქვს, შეგახსენებთ ზევს და გადაადგილდება და ურტყავს. მას აქვს 8 დარტყმა, ну ჩავთვალოთ რომ მაქსიმალურზე არიან აქილევსის და ზევსიც, 8 აქვს დარტყმა ზევს და დაცვა აქილევს აქვს 9. ამიტომ ვიღებთ 8 კამათელს და ვაგორებთ. შეტევისას თითოეული შეტევა იყოფა 2 შტურმად. პირველი შტურმის დროს პირველ რაცაც ვაკეთებთ, ნახულობთ თუ გაგორდა ნულიანები და ნულიანებს ყისერად ვაგდებთ. ერთადერთი შემთხვევაა, თუ ჩვენს პერსონაჟს აქვს Mighty Throw, ტალანტი, რომელიც ზევს აქვს ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გაგორებული ნულიანები გამოვიყენოთ Mighty Throw სასამუშავებლად. Mighty Throw-ისთვის ერთი ნულიანი საკმარისია, რომ troop unit-ები და hero unit-ები გადააგდოთ შესაბამისი ლოკაციიდან
ხოლო 2 არის საჭირო, 2 ბლენკი არის საჭირო, რომ გადააგდოთ მონსტრები და ღვთაებები. ამიტომ ჩვენ ეს ნოლიანი შევინახოთ, იმიტომ რომ შეიძლება დაგვჭირდეს აქილევსის მოშორება აქედან და დავაკვირდეთ სხვა რა გავაგორეთ. ამ კამათლებზე მოცემული არის ციფრები 0-დან 5-მდე. ისმის კითხვა, როგორ უნდა დავარტყათ აქილევსს, რომელსაც აქვს დაცვა 9. ძალიან მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ. თითოეული კამათელი არის ერთი პოტენციური დარტყმა. ანუ ერთმა კამათებმა უნდა მიაღწიოს 9-ს, რომ მივაყენოთ ჭრილობა აქილევსს. ამისთვის, როგორც ვთქვით, შეტევა იყოფა 2 შტურმად. პირველი შტურმის დროს ვაგროვებთ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ხუთიანები შევაგროვოთ. ერთი ხუთიანი ავტომატურად გაგვიგორდა. შემდეგ უყურებთ 4-იანს. 4-იანი რომ გადავაქციოთ 5-იანად, ერთი კამათელი უნდა გადავაგდოთ. იმისთვის რომ კამათელს მოვუმატოთ +1, ნებისმიერ ერთი კამათელი უნდა გადავაგდოთ. მიუხედავად იმისა, რა არის მოცემული z. ამიტომ გადავაგდოთ ეს კამათელი და ეს 4-იანი გახდა 5-იანი. შემდეგ ეს 4-იანი გახდა 5-იანი, გადავაგდეთ ეს კამათელი და 2 კამათელი, 1-იანი და 2-იანი გადავდეთ გვერდზე, რადგან მას ვერ ავწევთ 5-ზე რეალურად, თუმცა მეორე შტურმისთვის შეგვიძლია შევინახოთ ეს კამათლები და +1 იქნება თითოეული მათგანი, თუ დავჭირდება რა თქმა უნდა. როგორც ვთქვით, აქილევსს აქვს 9 შეტევა, ავიღეთ მხოლოდ 5-იანები, მხოლოდ ის კამათლები, რომლებმაც მიაღწიეს 5-იანს და მეორე შტურმისთვის გადავაგორებთ ამ კამათლებს. გადავაგორებთ და დამატებით გავაგორებთ, უფრო სწორი იქნება. ეს 5-იანები ჩვენ დავიმახსოვრეთ, გავაგორეთ კამათლები და ვნახეთ. სამწუხაროდ მეორე შტურმზე გაგორებული 0-იანები არაფერს არ გვაძლევს და ისერაც ვარდება. 1-იანი და 1-იანი ნიშნავს, რომ 5-იანს და 5-იანს დაემატა 1-იანი და 1-იანი, ანუ გახდა 6-იანი და 6-იანი. ეს ნიშნავს, რომ აქილევსის 9 დაცვას რომ მივაღწიოთ, რომ გამოვიყენოთ ეს ორი კამათელიც იქნება მაქსიმუმ 108-ზე. ჩვენ შეგვიძლია ეს კამათელიც გადავდოთ გვერდზე და ავწიოთ ეს 4-ზე და გახდება 9 და ჩვენ შეგვეძლება რომ დავარტყათ აქილევსს 1. იმიტომ რომ მას აქვს 9 დაცვა. თუმცა ნუ აქილევსის შემთხვევაში ერთი დარტყმა არაფერს არ შევა ხოლმე მისი ფავორიდან გამომდინარე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ 8 გაგორებული კამათლიდან ძლივს მოვახერხეთ რომ 1 დაგვერტყა აქილევსის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული კამათის გაგორებაზე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ასე ხდება ეს ამბავი. ნუ მოდი ახლა ავიღოთ მეორე ვარიანტი, სიტყვასიტყვად ვთქვათ, აქილევსმა შემოუბრუნა ხელი ზევს, იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც ხდება შეტევა მელი 0 რეინჯში, ანუ როდესაც ხდება ხელი-ხელ შეტევა, დავცა მხარეს შეუძლია გააკეთოს retaliation-ი, ამისთვის უნდა გადააგდოს თავისი აქტივაციის ბარათი და უკან დაუბრუნებს ხელს, ანუ იქით დაარტყავს პირიქით კიდე, დაცვისას დაარტყავს, ასე თქვათ. დაუშვათ აქილევსს ჰქონდა თავისი მისი აქტივაციის ბარათი და ის უტევს 7 კამათლით, ავიღოთ 7 კამათელი. და ნახოთ ზევს აქვს 9 დაცვა იგივენაირად და ნახოთ რა გამოვავა აქილევსს. 0-იანი გადავაგდეთ, 5-იანი დავიტოვეთ. ეს 2-იანი გადავაგდეთ, რადგან ეს 4-იანი ავწიოთ 5-ზე, ეს 2-იანი გადავაგდეთ, რადგან ეს 2-იანი ავწიოთ 5-ზე და ეს 3-იანი შევინახეთ, +1 არის ჩვენთვის, ეს 3 კამათელი გადავაგორეთ, 2 0-იანი არაფერს არ გვაძლევს, მაგრამ 5 + 4 გახდა 9 და ზევს არაფერი დაცვითი ძალები არ აქვს ისეთი, რომ აქილევსს დატკბა დაბლოკოს, ამიტომ მისი სიცოცხლე ჩამოიწევს ერთ თქმებით და ახლა უკვე 8 სიცოცხლე გაუხდება ზევს. იდეა არის ძალიან მარტივი. გააგორე კამათელი იმდენი, რამდენიც გაქვს შენი basic შეტევა, ან თუ ძალას იყენებ შესაბამის მოცულობის კამათლები. პირველი თავდასხმისას ვაგორებ კამათლებს და ვცდილობთ რომ 5-იანებზე ავწიოთ, რათა შემდეგ ის 5-იანები გადავაგროთ და დავამატოთ მიღებული მნიშვნელობები 5-იანებს და ნახოთ რამდენი დარტყმით მივაყენეთ შესაბამისად ჩვენს მტერს. წეგან თქვი ჩვენ რომ ზევს შეეძლო გადაეგდო თავის მაითით როუთი აქილევსის გვერდზე და თუ ამას გააკეთებდა ზევსი, აქილევსს ვეღარ დაარტყამდა მას, ანუ ხელს ვეღარ შეუბრუნებდა, იმიტომ რომ აქილევსს რეინჯი აქვს 0. თუმცა საინტერესო ის არის, რომ აქილევსის შემთხვევაში აქილევსს აქვს ტალანტი ინიციატივა, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ თუ აკეთებს retaliation-ს, ანუ ხელს უბრუნებს დაცვისას, პირველი ის დაარტყამს შემტევს და ნუ ზევსის მაითით რო ამ შემთხვევაში ბევრი არაფერი იქნებოდა აქილევსის და აქილევსაც კი აქვს მაითით რო და 2 ბლენკი რო გადაგაეგორებია ზევს იქ გადააგდა და ზევსის შეტევა ჩათვალეთ რომ ანუ ჩავარდნილი იქნებოდა რეალურად, იმიტომ რომ ზევს 0 აქვს რეინჯი, რაც თავისთავად ძალიან ცუდი იქნებოდა ზევსისთვის. იმედია მოგეწონათ, დაელოდეთ ახალ ვიდეოებს
ჩვენი მოკლე ვიდეოების სერიებიდან. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.